ვიღაცისთვის დამღლელია ხოლმე თქვა ამ გარემოს აღწერა და ეს უშველებელი თქვა რაღაცა სიტუაციების და შენობების და რაღაცების დახასიათება როგორც ამას აკეთებდა თქვა მე-19 საუკუნის ლიტერატურა, მაგრამ ამის მიუხედავად უნდა იცოდეთ რომ 21 საუკუნის მწერლებიც კი ამ ტექნიკას იყენებენ იმგვარად რომ ეს არ არის მოსაწყენი. გააჩნია რას ეუბნები და ვის ეუბნები და რა ეპოქაში ეუბნები. ამიტომ ამ დეტალებზე ორიენტაცია და დეტალებზე ყურადღების გამახვილება ძალიან მნიშვნელოვანია. მეტიც შეგიძლიათ სავარჯიშოები გააკეთოთ ხოლმე, რომ აი რაღაცა პირობითად ნივთი აღწეროთ და ნივთიდან გადახვიდეთ შემდგომ უკვე რაღაცა ტიპის მასე რა ქვია მოვლენაზე და ნივთიდან შექმნათ სიუჟეტი, ეგეც კი შეგიძლიათ გააკეთოთ. აღწეროთ ემოციები, აღწეროთ გარეგნობა გმირის, აღწეროთ დეტალები, აღწეროთ კერძები, ეს პირდაპირ მინდა გთხოვოთ, იმიტომ რომ ეხლა ჩემი მსმენელი იქნება ალბათ უფრო მეტად ქართულენოვანი, იმიტომ რომ ქართულად ვლაპარაკობ, მაგრამ რაც აკლია თანამედროვე ქართულ ლიტერატურას, ეს არის ორი რაღაცა. კერძები ქართულ ლიტერატურაში, ესეთი მაგარი კულინარიის მქონე ქვეყანა ვართ და ქართულ ტექსტებში ფაქტობრივად თითქმის ვერ შეხვდებით ისეთ მონაკვეთებს, რომ ნერწყვი მოადგენს მკითხველს. როგორც მაგალითად ამას აკეთებს უმბერტო ეკო თავის ტექსტებში, რომ კითხულობ და უნდა დახურო, გაიქცე და ჭამო, დალიო, თქვათ. არ არის ქართულ ლიტერატურაში სასმელები. ანუ ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ 8000 წლის და ამას უწყვეტი ტრადიციის მქონე ქვეყანა, ღვინის სამშობლო და საქართველოში ღვინო როგორც კულტურა როგორც ესე მოცემულობა, აი როგორც დაგემოვნების მომენტი არ არის ფაქტობრივად აღწერილი. აი რას გრძნობს ადამიანი, როცა სვამს, თქვათ, საფერავს და როგორია ეს საფერავი. როგორია უსახელოური, ხო? როგორია რა? აი რატო არ შეიძლება თქვათ გმირი იჯდეს სადღაც, რა ვიცი, რაღაც თავისთვის თუნდაც რაღაც ბიზნეს შეხვედრის წინ და 100 გრამი თქვათ იმისი კრახუნას დაგემოვნების პროცესში არ ფიქრობდეს მომავალ შეხვედრას. მიხვდით, აი ამ დეტალების შემოტანა ტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია. და მეორე კიდე რაც აკლია ქართულ ლიტერატურას, ეს არის გაგიკვირდება და სექსი. ანუ სექსუალური სცენები ქართულ ლიტერატურაში ფაქტობრივად თუ კი არის, ეს არის ძალიან დარე ხარისხის და ისეთი აი ეს საშინლად წასაკითხი ამბავი. რაც ძალიან საინტერესო გამოწვევა, იმიტომ რომ სექსი არსებობს. ისე არ არის რომ თქვა სექსის გარეშე კაცობრიობა წინ არ მიდის, ეს მხოლოდ გამრავლების ინსტინქტი რა თქმა უნდა არ არის. ეს არის ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი და ამ ყოველდღიურობას და ჩვენი ცხოვრების ამ შემადგენლობას ჭირდება შესაბამისი ასახვა ტექსტშიც, ხო? თუ ვინმე მოახერხებთ რომ კარგად და სწორად და ესთეტიკურად აჩვენოთ სექსი ტექსტში, ეს ძალიან კარგი ამბავი იქნება, იმიტომ რომ ეს ამბავი ჩვენს ლიტერატურას ნამდვილად აკლია და ქართული ლიტერატურა მსოფლიო ლიტერატურის ნაწილია, ამიტომ ამ თვალსაზრისითაც უნდა ვიცოდეთ, რომ აი დეტალებზე ყურადღება და ესე იგი აი ახალი სამყაროს შექმნა ან თუნდაც ძველი სამყაროს ახლებურად გადმოცემის პროცესში ეს ყველაფერი ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, რა გვესმის, რას ვხედავთ, რას ვგრძნობთ და ასე შემდეგ, უნდა იყოს ტექსტში ასახული.